საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. როგორც გუშინ პირველმა არხმა გვამცნო, ბრიტანელი ისტორიკოსი საიმონ საბაჰ მონტეფიორეს წიგნის ახალგაზრდა სტალინის მიხედვით კინოკომპანია მირამაქსი ფილმს გადაიღებს, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოში ქართულ ენაზე იქნება გადაღებული. დღეს ახალგაზრდა სტალინის ეკრანიზაციაზე მუშაობს მირამაქს ფილმსი და რაბი ფილმსი, რომლებსაც ნაწარმოებზე საავტორო უფლება აქვს შეძენილი. საინტერესო გუნდი შეიკრიბა ამ პროექტის გარშემო. ამას წინათ იყო საუბარი ძირითადი გადაღებების ქართულ ენაზე წარმოებაზე. ძალიან საინტერესო იქნება რუსთაველის მოედანი, რომ გადასაღებ მოედნად გვექცია. დიახ, არაჩვეულებრივი იდეა. აი, ჩემი ნება რომ იყოს, არა მხოლოდ მცირე ნაწილს, არამედ მთელ ფილმს საქართველოში გადავიღებდი და მთავარ როლებშიც მხოლოდ ქართველებს ვათამაშებდი. აი, მაგალითად, ტროცკის როლს ითამაშებდა შალვა ნათელაშვილი. არა, იმიტომ კი არა, რომ შალვას განსაკუთრებული სამსახიობო ამბიციები აქვს, არამედ იმიტომ, რომ მას მოატყუებდნენ, რომ სტალინის როლს მიხეილ სააკაშვილი თამაშობსო და შალვაც არ გაუშვებდა მიშას ლანწვისა და ჰონორარის აღების შანსს. რაც შეეხება უკრაინაში მოწყობილ შემშილობას, ეგრეთ წოდებულ გალადამორს, რომელსაც რამდენიმე მილიონი კაცი ემსხვერპლა, გლდანში ან თემქაზე გადავიღებდი, სადაც მოგეხსენებათ ძალზედ ბევრი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ცხოვრობს. ცნობილი რადიოწამყვანის ლევიტანის როლში, რომელმაც საბჭოთა ერს გერმანელთა შემოჭრა ამცნო, გადავიღებდი ლაშა ხარაზიშვილს, რომელმაც უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა ხალხის დაშინებაში. იმ სარდლის როლში, რომელმაც ომის დაწყების პირველივე დღეებში დაკარგა უკრაინა და ზოგადად საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ტერიტორია, გადაიღებდნენ გრიგოლ გობეჯიშვილს. და იმის საჩვენებლად თუ რა ბედნიერად ცხოვრობდა საბჭოთა ერი გერმანელების შემოჭრამდე, ფილმის დასაწყისში გაუშვებენ რამდენიმე ფრაგმენტს აკაკი გოგიჩაიშვილის ბიზნეს კურიერიდან. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქის როლში კი რაღა თქმა უნდა იქნება ქალაქი ბათუმი. და რადგან ახალგაზრდა სტალინის როლში მიხეილ სააკაშვილს ვიხილავთ, ძალაუნებურად ილია ჭავჭავაძის როლს, რომელმაც ახალგაზრდა სტალინს ლექსები დაუბეჭდა ივერიაში, ედუარდ შებარდნაძე შეასრულებს. ხოლო დანარჩენ ყველა მოქმედი პირის როლში ვიხილავთ მსახიობ დუდა სხირტლაძეს. სიუჟეტის გასამძაფრებლად დავდგამდი ასეთ სცენას. გერმანელები შემოვიდოდნენ თბილისში და რომ დაემტკიცებინათ ხალხისთვის სტალინის სიცუდე, გადაცემაში სიმართლის დრო მოიყვანდნენ სტალინის დედას და ათქმევინებდნენ ყველაფერს იოსებ სტალინის შესახებ. შაბათს ბრაზილიის პრეზიდენტმა ბრაზილიელ ჟურნალისტს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ემოციები ვერ შეიკავა. ქვეყნის მეთაურს საკუთარი ადმინისტრაციის წარმატებების აღწერის დროს ცრემლები წამოუვიდა. პრეზიდენტის ცრემლება რეპორტიორები არ გააკვირვა, რადგან ბრაზილიამ საკუთარი პრეზიდენტის ცრემლები იმ დღესაც ნახა, როდესაც ბრაზილიამ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მიიღო. დიახ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს რეალობა. არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი ტირის. ლუის ინასიო ლულა და სილვას მხურვალე ცრემლები იმით იყო განპირობებული, რომ მას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ეს ცრემლი არ უნდა ყოფილიყო წინა საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს არ აქვს დაძაბული ურთიერთობები თავის მეზობლებთან. მას არ დაუკარგავს ქვეყნის ტერიტორიების 20%. მას არ დაურბევია თავისუფალი მომიტინგეები. აქვს ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქვს ყველაზე დიდი მდინარე მსოფლიოში. მისი ქვეყნის ნაკრები 5 გზის ჩემპიონია ფეხბურთში. და ვერ გამიგია რა ატირებს ამ კაცს. მაგრამ როგორც კულუარებიდან გახდა ცნობილი, მისი ცრემლები იმით არის გამოწვეული, რომ ბრაზილია დემოკრატიული ქვეყანა არის და პრეზიდენტს არ შეუძლია საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რათა კვლავ გააგრძელოს ქვეყნის სვლა დემოკრატიული ნაბიჯებით.
მას სურს აქციოს ბრაზილია ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად არგენტინელი და პარაგვაელი ინვესტორებისათვის. სხვათა შორის დე სილვას ცრემლების შესახებ რომ შეიტყო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაშინვე გაეშურა თავისი კოლეგის დასამშვიდებლად და უთხრა კიდევაც დასამშვიდებელი სიტყვები. ჩემო ლულა, ასე ნერვიულობა და ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა როგორ შეიძლება? აგერ მე შემომხედე, ორი ტერიტორია დავკარგე, ეს არაბი ინვესტორებიც არ ჭანან. ყველაფერით სუდად მიდის, მაგრამ ჩემს თვალზე ოდესმე ცრემლი თუ დაგინახავსო. პირიქით, როცა გიჭირს, მაშინ უნდა ლაგობდე და ხალისობდეო. გამომცემლობა სამშობლოს შენობიდან აფხაზეთიდან დევნილები გამოასახლეს. ამის შესახებ ინტერნეტ სააგენტო ინტერპრეს ნიუსი უძღვება. სხვათა შორის მე მახსოვს, რომ პრეზიდენტმა გასულ კვირას მწვავედ გააკრიტიკა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი არაეფექტური მუშაობის გამო. კრიტიკა ხშირად მარგებელია. კობამ ისვე დაიწყო მუშაობა, რადგან ამ კუთხით გასაკეთებელი მართლაც ბევრი იყო და აი შედეგიც. მაგრამ მე მაინტერესებს იმ ხალხის მდგომარეობა, რომელთაც სამშობლო დაკარგეს. მათ სკოლაში ასწავლეს, რომ სამშობლო იქ არის, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. დამერწმუნებით, ისინი ძალიან დაბნეულები იქნებიან, რადგან ჯერ აფხაზმა პრეზიდენტმა გამოასახლა, ახლა კი ქართველმა პრეზიდენტმა. მაგრამ საინტერესოა, როგორ გაიმართლებს ხელისუფლება თავს მათ წინაშე. ჩემში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი რომ მთავრობა ვერაფერს მოიფიქრებს. ამიტომ იძულებული ვარ ისევ მე მივცე ხელისუფლებას რამდენიმე რჩევა. უნდა უთხრათ ამ ხალხს, რომ ის მოსაზრება, რომ მათ სამშობლო აქვთ, საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია და რეალურად მათ სამშობლო არც ადრე გააჩნდათ და არც ახლა გააჩნიათ. ან კიდევ უკეთესი, ასე უთხრათ, მთავარი მატერიალური დოვლათის დაგროვება კი არ არის. ესე იგი, ყველანი იმ ქვეყნის შვილები ვარ და ჯობს სულიერ სიმდიდრეზე ვიზრუნოთ თქო. სააგენტო ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საკრებულოს წევრის მაქსიმალური ხელფასი 1700 ლარი იქნება. დიახ, 1700. მაგრამ ყველა კი ვერ მიიღებს ამ მაქსიმალურ ხელფასს. ამ ხელფასის მისაღებად საჭიროა ქულების დაგროვება. მე გეტყვით რა მეთოდით შეიძლება ქულების მიღება. გიგი უგულავას ინიციატივების მხარდაჭერა 5 ქულა. ოკუპაციის დაგმობა 10 ქულა. პუტინზე კარგი ანეკდოტის მოფიქრება 70 ქულა. ინგა გრიგოლიას ვერცნობა 100 ქულა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, მე როგორც გავიგე, კოკი იონათამიშვილს უმრავლესობიდან საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ამ თვეში აპირებდა კიდევაც ყველაზე მაღალი ხელფასის აღებას, მაგრამ ერთ-ერთ ხდომაზე მექანიკურად გადაკოცნა კობა დავითაშვილი და მთელი ქულები სულ გაუნულდა და დარჩა კაცი უხელფასოდ.